სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. თქვენ ხედავთ ამ ბოლო წლებში დაახლოებით 10-15 წელი არც კი ალბათ საქართველოში სისტემატიურად იწყება ესე მოწოდება და მზადება შესახვედრად რომ აღენიშნოს მთელ ქვეყანაში ორი დღესასწაულის, ეს არის ჰელოუინი და ვალენტინობა. ჰელოუინის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ და მოვიყვანეთ ისტორიული მაგალითები, რომ ეს არის წარმართი კელტების რიტუალური, ანუ სიკვდილის ღმერთის, ანუ ეშმაკისადმი მიძღვნილი რიტუალი. ამაზე ვისაუბრეთ არაერთხელ. დღეს გავჩერდებით ვალენტინობის შესახებ. დღეს უნდათ რომ წარმოაჩინონ, რომ თითქოს ვალენტინობა ეს არის შეყვარებულების დღე და აი ესე ძალით შემოიტანონ მოტყუებით, როგორც გველი მივიდა ადამთან 64-ში გახსოვთ, გველი ერთ-ერთი ლამაზი ცხოველი არის, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გარე კანია გველს. აი ესე ლამაზად მივიდა გველი, ადამიანს დაუწყო ლიქნით ლაპარაკი და დაღუპა ადამი და მთელი კაცობრიობა. აი ესევე ლამაზად შეფუთულად უნდათ მოგვაწოდონ ეს წარმართული დღესასწაული და მთელი ქართველი ერი უნდათ გახადონ მუზეუმი ამ დღესასწაულის და თანაზიარი. არადა ეს დღესასწაული არ არის დაკავშირებული რომელიმე წმინდა ვალენტინის ხსენებასთან. რამოდენიმე ვალენტინი არის ეკლესიაში. სხვათა შორის მე მინდა გითხრათ, რომ ლათინო პაპისტებიც კი, კათოლიკებიც კი უარყოფენ ამ დღესასწაულის რაიმე ეკლესიასთან კავშირს. ეს დღესასწაული მომდინარეობს წარმართული ლუპერციალიდან და მიღებულია იმ სახით, როგორიცაც დღეს არის. ანუ აღვირახსნილი მრუშობი თავდება უმეტესობა ეს ყოველთვის. თუ არ გჯერათ ჩემი, გადით და ნახეთ რა მოხდება საღამოთი ამ დღეს. რათა დაენერგათ ვალენტინობის დღესასწაული, გამოიგონეს ამბავი, რაღაც მოიგონეს მითი, რომელიც არავითარ კავშირში არ არის წმინდა ვალენტინესთან. ეკლესიის არც ერთი წმინდა ვალენტინის ცხოვრება მსგავს რამეს არ მოგითხოვს. ვალენტინის ცხოვრებას მართლმადიდებლები აღნიშნავენ აგვისტოში 12 აგვისტოს არის. ეს არის მღვდელმთავარი, რომელიც აწამეს ქრისტიანობისათვის, რომელიც თავის ქადაგებით მოუწოდებდა ადამიანს თავშეკავებულობისაკენ და თვითონაც ამის მაგალითი იყო, ცოცხალი მაგალითი იყო ამისი და მოუწოდებდა ქრისტიანული ერთგულებისაკენ. ეს მითი რაც ახლა დღეს არის, ეს არის შეთხზული და საფუძვლად უდევს წარმართული დღესასწაული, რომელიც ზუსტად ამ დროს იმართებოდა რომის იმპერიაში. ეს იყო ეროტიკული ფესტივალი. ლუპერცალია, რომელიც მიძღვნილი იყო მგზნებარე სიყვარულის ქალღმერთის ჯუნო ფაბრიატასადმი. ამ ზეიმის დროს ხალხი იწყებდა ხინს, თვრებოდა, იწყებოდა ლოთობა. ეს ყველაფერი თავდებოდა რომის იმპერიისათვის დამახასიათებული გარყვნილი ორგიებით. მე მინდა გითხრათ, რომ რომის იმპერია ზუსტად ამ გარყვნილებამ დაანგრია და არა მარტო რომის იმპერია. გარყვნილება და უზნეობა ანგრევს არა მარტო პიროვნებებს და ოჯახებს, არამედ სახელმწიფოებს და ერებს ანადგურებს. ეს არის მიზეზი დაცემისა ყველა დიდი იმპერიისა. ძირითადად გარყვნილება და ფუფუნება და ამ სოფლის როცა მიაღწევდნენ თავის პიკს, სიძლიერის შემდეგ იწყებდნენ აი ესეთ ცხოვრების წესს და ინგრეოდა იმპერია. ჩვენ თუ გავიხსენებთ ძველათქმაში ისრაელის ისტორიას, არის აღწერილი ესეთი ეპიზოდი, როდესაც ისრაელი ებრძოლება მომხდურებს და მტრები ვერ იღებენ ისრაელთა გამაგრებულ ციხესიმაგრეს და გადაწყვიტავენ რომ დაამარცხონ, მათ ყავთ ერთი ქურუმი, რომელიც ეუბნება თქვენ ამათო ვერ მოუგებთ. ესენი ღვთისმრჩეული ხალხი არიანო, ებრაელებზე იძახის. ამიტომ ღმერთი მათი ფარავს. და სანამ ღმერთი იფაროს მათო, თქვენო მათო ვერაფერს ვერ უზავთ. ამიტომ საჭიროა ეს ხალხი ღმერთო დაცილდეს. ეს დაცილება კიდე შეიძლება მოახერხოთ მაშინ თუ ამათ სოდოში ჩავაყენებთ. და გადაწყვიტავენ მეძავქალებს შეუშვებენ მათ ბანაკში, ებრაელთა ბანაკში, ისრაელელებიანები დაეცემიან სოდვით და დამარცხდებიან. აი ეს დამოკიდებულება, ქვეყნის დამარცხება თუ გიდა, ის აუცილებლად უნდა სულიერად დასცეს, სულიერად გარყვნა, დღესაც ძალაში არის. ჩვენ თუ გადავხედოთ ნაცისტური გერმანიის ისტორიას, გერმანიაში აკრძალული იყო სამეძაო სახლები და დაპყრობილ ქვეყნებში გერმანელები ხსნიდნენ სამეძაო სახლებს. თვითონ გერმანიაში ეს ოფიციალურად გამორიცხულია. და ყველა დაპყრობილ ქვეყანაში, პოლონეთში, საფრანგეთში ეს იხსნებოდა თავისუფლად. ისე მათ იცოდნენ ეს, აი ეს პრინციპი, რომ თუ ადამიანები, თუ გინდა ქვეყანა დაიმორჩილო, ხალხი დაიმორჩილო, ისე უნდა გარყვნა. ვნებას უნდა დაამორჩილო. და სხვათა შორის იგივე პრინციპით მოქმედებდა საბჭოთა კავშირიც. საბჭოთა კავშირის დროს ქვეყანა მიცოდა, რომ ქვეყნის სიძლიერის გარანტი იყო ზნეობრიობა, ამიტომაც იყო თავიდან როდესაც კომუნისტები მოვიდნენ, მათ ძალიან ესეთი ცუდი ლოზუნგები ქონდა, გარყვნილი ლოზუნგები ქონდა. შემდეგ მიხვდნენ, რომ ქვეყანა დაინგრეოდა ესე და სტალინის დროს შემოიმუშავეს პირდაპირ სიმკაცრე, ზნეობრივი და პროსტიტუციისა და ნარკომანიის განყოფილება იყო, იჭერდნენ ხალხს. პროსტიტუციას და ნარკომანიას. ციხე იყო ამას. ამით ცდილობდნენ ისინი დაემყარებინათ წესრიგი საკუთარ ქვეყანაში, რადგან საბჭოთა კავშირს ქონდა ზესახელმწიფოებრიობის პრეტენზია. და ზესახელმწიფო თუ ძლიერი არ იქნა, ვერ მართავს დანარჩენებს. დღესაც ესე იქცევა ამერიკის შეერთებულ შტატებში ესე არის.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სექსუალური რევოლუციის შემდეგ, რომელიც 70-იან წლებში დაიწყო ამის პროპაგანდა ქადაგება, ქვეყანამ კატასტროფამდე მივიდა თითქმის. დღეს ახლა უკვე მივხვდე რომ ეს არ არის სწორი და ახლა პირიქით ამერიკაში სახელმწიფო აფინანსებს ოჯახური ერთგულების პროპაგანდა მიდის ქალწულების პროპაგანდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ფილმები რო გამოდის, აი ჩვეულებრივი ფილმები, ევროპისთვის გამოდის სხვა ფილმები, ამერიკისთვის სხვა ცენზურით გამოდის. გამორიცხული ეგ რო გარყვნილება აჩვენონ ტელევიზორში. გამორიცხული. და ისინი ცდილობენ საკუთარი ამერიკელი ერი ზნეობრიობაზე დააფუძნონ და აღზარდონ. ეხლა თქვენ ნახეთ ობამა გამოვიდა და თქვა რომ რაღაც მამათმავლობის რაღაცა და ზოგიერთ შტატში მამათმავლობაზე ციხეა. ეხლა უბრალოდ ვერ მოგიტა ჩამონათვალს, მაგრამ პირდაპირ ციხე აი ამას უყურებდით, თითოეულ შტატს ხო თავისი კანონმდებლობა. ციხეებია 5 წლიანი, ჯარიმები $10,000 გარყვნილებაზე, პროსტიტუციაზე. იტალიაში ქუჩაში რო დაინახო მეძავი ქალები ეგრევე იჭერენ და აჯარებენ. თავის ამეძავო სახლები კი აქვს. ანუ ყველა ცდილობს, მაგრამ ევროპაში კიდე ისე არ არის. მე მაგ იმ ქვეყნებზე საუბარი, რომელსაც ზესახელმწიფოებრიობის პრეტენზია აქვს და ამერიკაზე. მე მქონდა საუბარი ერთ-ერთი იქიდან ჩამოსულ ადამიანთან, რომელიც გათხოვდა და პირდაპირ თქვა, რომ ქმარიო, ქალწული იყო, გამიკვირდა ახლა, აქ 25 წლის ბიჭი იყო. მერე ამან თქვა, ჩვენთან სულ ესო, მე მეგობრები მყავსო ქალწულები. ანუ ისინი თვითონ თავისთან ამ ზნეობრიობას იცავენ და სხვაგან მე მგონი ცდილობენ რომ გარყვნან ხალხი. აი საქართველოშიც ეს არის დივერსია, სულიერი, რადგან ძალიან კარგად მოეხსენება ვინც ამას გეგმავს რომ ქვეყანა თუ გარყვენი სულიერად ის ქვეყანა არის შენი. დღეს გარყვნილებას და თავაშობილობას და უზნეობას ნიღბავენ ესეთი ტერმინით თავისუფლება. კომპლექსიანს უწოდებენ ადამიანს ვინც მოგზაურებულია, მორიდებულია, სამარცხვინო თუდად გახადონ ეს სიტყვა კომპლექსიანი. თურმე კარგი არის თავისუფალი რო ხარ და თავისუფლებას ეძახიან იმას, როდესაც ადამიანი სინამდვილეში თავისუფალი კი არ არის. სიტყვა თავისუფალი ნიშნავს თავისუფალს, საკუთარი თავისუფროს. და თავისუფალი კი არ არის, არის ბნებას დამონებული. თავისუფალი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ ბნებებზე ბატონობს. მრისხანებაზე, გემოთ მოყვარებაზე, ვერცხლის მოყვარებაზე, ლოთობაზე, სიძვაზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ესეთი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავზე ბატონობს, ცოტა რთული სამართავია. ყველაზე ადვილი სამართავია ბნებას დამონებული კაცი. ლოთი, მორფინისტი, მეძავი. ლოთი ადამიანი და ჩვენ სულ ახლო წარსულში ქონდა ამის მაგალითები, როდესაც აი სამხედრო ჯარისკაცებს საჭმელზე ამუშავებდნენ, დალევაზე ამუშავებდნენ. მე მინახია თვითონ რომ აი ქართულ სოფლებში ლოთებს ამუშავებენ დასალევს. მთელი დღე მუშაობენ, საღამო დაალევდნენ ის მაყოფილია. დასალევით გამო ყველაფერს გააკეთებდნენ ლოთკაცს. აღარაფერს ვლაპარაკობ მორფინისტს. კაცი რომელიც წამალზე ზის, რომ დაანახო წამალ და ესე გაუნჯღრიო, ცოტა ხანი ვარ გავუკეთო ერთი დღე, არც უნდა ერთი დღე, რაც უნდა ერთი დღე. და რომ დაეწყება თავის ნარკოტიკული შიმშილი ესე ვთქვათ, რომ დაანახებ ნარკოტიკს ყველაფერზე ხელს მოაწერს. 99% საკუთარ ცოლს გაყიდდა და შვილს, 1% კიდევ ტოებ, რომ ვთქვათ არ ეწყინოთ და ვიღაცამ თავისთავად 1%-ში მიითვალოს. და მეძავობა, რა მეძავი ქალებით ახლა სინონიმი არის არაპრინციპულობის. ანუ ესეთად თუ აქციე საზოგადოება და ქვეყანა ის ქვეყანა არის შენი. შენ დაკრულზე იცეკვებს, შენ შეკვეთილზე იმღერებს. რასაც ეთქვი, იმას გააკეთებს. ესეთი ქვეყანა არ დაგიწყებს შენ სარწმუნოების დაცვას, დოგმატების დაცვას. საბოლოო ჯამში ესეთი ხალხი იქნება ის, ვინც ანტიქრისტეს მიიღებს. ანტიქრისტეს მისაღებად საჭირო არის აი ესეთი საზოგადოება იყოს თელ დედამიწაზე. რომ მათ მიიღონ ანტიქრისტე, სრუმესია და თუ ადამიანები ზნეობრიობით იქნებიან, მართულებს ზნეობრიობაზე იქნება დაფუძნებული მათი ცხოვრების წესი, მათი აზროვნება, ღვთისმოშიშებაზე. და რა არის ღვთისმოშიშება? ღვთისმოშიშება არის ცოდვის ჩადენის შიში. მეტი არაფერი. როდესაც იძახი რომ ადამიანი ღმერთის მოშიშია, ეს ნიშნავს რომ ამ კაცს ეშინია ცოდვის ჩადენის. რომ ამის გამო არ დაისაჯოს. და ზნეობრიობად ცხოვრობს. აი ესეთი ღვთისმოშიშები ხდებოდა შემდეგ მოწამეები და თავისი ზნეობრივი პრინციპების და რელიგიური პრინციპების ბოლომდე დამცველები. აი ესეთ ადამიანებზე იდგა ეკლესია და ამიტომაც დაამარცხა ქრისტიანობა წარმართობა. საჭიროა დღეს ესეთი ადამიანების მოსპობა, მათ გიჟებად ჩათვლა, შეურაცხყოფა და მათ სანაცვლოდ აი ესეთი გარყვნილი საზოგადოების დაფინანსება, დახმარება, პროპაგანდა და მათი წინ წამოწევა. თანაც ჩვენ ნახეთ დღეს გვატყუებენ, რომ აი ევროპაში ესია. თქვენ ნახეთ საფრანგეთში, როდესაც მამათმავლების ერთსქესიანების კავშირის ცდილობა რომ დაეკანონებინათ ერთსქესიანთა კავშირი. 120,000 ეთნიკური ფრანგი გამოვიდა პარიზის ქუჩებში პროტესტის ნიშნად. ჩვენთან რო ეს გააკეთო, ქართველებო რას გვიზავენ? ტელევიზია წარმოადგენს ეს ლიბერალები და თავისუფლების ინსტიტუტი რა ამბავს ატეხავს. საქართველოს ისტორიაში ჩვენ თუ გადავხედოთ, საქართველოს დაცემა, დაკრინება, გაუბედურება იწყებოდა სწორედ მაშინ, როდესაც
ერი დაცილდებოდა ღმერთს და ეწოდება გარკვეული ცხოვრებით ცხოვრებას. ჩვენ თუ ლაშა გიორგის მემატიანეს წავიკითხოთ, გადავხედოთ, პირდაპირ წერია, რომ მიზეზი ჯალალედინის გამოჩენის და შემდეგ მონგოლების, ანუ ჩინმაჩინებად არიან მოხსენებული მონგოლები, მათი გამოჩენის და საქართველოს აოხრებისა იყო სწორედ მეფის არასწორი ცხოვრება, ლაშა გიორგიზია საუბარი, თავისუფალი ცხოვრება და მისი მიბაძვით მთელმა ერმა ესე დაიწყო ცხოვრება და მოიწია რისხვა ღვთისაერზეო პირდაპირ წერია და ღმერთმა სასჯელად გამოაგზავნა ჯალალედინი. როდესაც დავით აღმაშენებელი მოვიდა ქვეყნის სათავეში სამართავად, მისი მთავარი ამოცანა იყო ზნეობრიობის აღდგენა, დაცვა როგორც ერში, ასევე ჯარში. ამიტომაც პირდაპირ წერია დავითის ცხოვრებაში, რომ მან აკრძალა უზნეობაზე ლაპარაკი არ არის, სალაღობო სიმღერებიც კი აკრძალა ჯარში და ბილსიტყვეობა. ანუ სიტყვებითაც კი ამ საქმის გამოხატვა აკრძალა. და ეს მეომრები, რომლებიც მანამდე დაშინებულები იყვნენ და დავითის ღვაწლი და მისი მონდომებით აი ესეთი ზნეობრიობაზე ზრუნით პირველ რიგში და მათი ქრისტიანულ გზაზე დაყენების ზრუნით იქცენ ქრისტეს უძლებელ მეომრებად. ესეთმა მეომრებმა მოიგეს დიდგორი და მრავალი ბრძოლა დავითის ხელმძღვანელობით. თორემ მანამდე ყველა ბრძოლას აგებდნენ. გიორგი მეორის დროს მისი მამაზეა საუბარი. ოჯახური ერთგულება ეს არის სახელმწიფოს ძლიერების გარანტია. ამიტომ ცდილობენ რომ სახელმწიფო რო დაანგრიონ, ოჯახი უნდა დაანგრიონ. არის რაღაცა ძალები, რომელსაც არ ჭირდება ზნეობრივი საქართველოს ტრადიციებზე დაფუძნებული ქვეყანა. ჭირდება თუ პრინციპო გარკვეული ზნედაცემული ქვეყანა, სადაც ორიენტირები ჩვენი ტრადიციები და ეკლესიის მიერ ქრისტეს მიერ ნაკადაგების ზნეობრიობა კი არ იქნება, არამედ გარკვეულება იქნება. თქვენ ხედავთ დღეს უკვე პირდაპირ საუბრობენ ქალწულების ინსტიტუტის ასაცილოა. მამათმავლობა უკვე მისაღებია. ჩვენ მე ხა სწორად ვიდაგა მე ესეთ ჩვენ და ეკლესია უბრალოდ ჩვენ და ჩვენ კი ეკლესიების შვილები ვართ. ესეთ ხალხს ხელს კი არ კრავს. ჩვენ ყავს ბრელში უამრავი ქალები ვინც შეცდნენ, აცები ვინც შეცდნენ. იახაც მაგრამ ისინი გამოსტორდნენ და სწორედ ცხოვრობენ ქრისტიანულად იცხოვრობენ. ყველაზე მეტ ყურადღებას ეკლესია სწორედ ესეთ ადამიანებს აქცევს, ვისაც შეეშალა, მიხვდა რომ შეეშალა, შენდობას ითხოვს და ეკლესია მათ ისევ გულში იკრავს როგორც უძღებ შვილებს. და ცდილობს მათ გამოსწორებას. და ჩვენ გვახსოვს ეკლესიის ისტორიაში ყველაზე დიდი ცოდვილები, ყველაზე დიდი წმინდანები ხდებოდნენ. თორემ მათ იციან ფასი დაცემისა, თვითონ იყვნენ იმ ჭაობში, გზნობდნენ სადაც იყო, ამოვიდნენ იქიდან აღარ უნდათ იქ დაბრუნებულიყო. ესეთი ადამიანები მზად იყვნენ ქრისტესთვის თავგანწირვისათვის. რადგანაც ის სულიერი სიმშვიდე, რომელსაც ეკლესია აძლევს, ეშმაკის სანაცვლოდ, რასაც ეშმაკი აძლევს, არასწორი ცხოვრებით მაცხოვრებელ ადამიანებს. კითხეთ ერთი რა დღეში არის ეს შინაგანი. დანევროზებული, დაავადყოფებული, სულიერი და ფიზიკურად. ამიტომ ჩვენ ეკლესია და ეკლესიის ყველა მესვეული და ყველა წევრი ცდილობს, რომ ქვეყანა იყოს ზნეობრივი, რადგან ღმერთის მფარველობა კონდეს, ღმერთმა დაიცვას და არ იყოს უზნეო და არ დაისაჯოს ღვთისგან, როგორც სოდომი და გომორის დასჯა მოხდა, როგორც წარღვნა მოხდა. ჩვენ ბიბლიაში პირდაპირ ხედავთ, რომ უზნეობა იწვევს სასჯელებს. და კიდევ ვიმეორებ, არა მარტო პიროვნებების და ოჯახების დანგრევა ხდება ამით, არამედ სახელმწიფოების და ერების გადაშანება ხდება. სოდომი და გომორი ამის მაგალითი. წარღვნა არის ამის მაგალითი. და მეორე მოსმის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გარყვნილების გაბატონება იქნება დედამიწაზე. ამიტომ ეკლესია ყოველნაირად ცდილობს, რომ ქადაგებით, შეგონებით ადამიანებს სწორი ცხოვრებისკენ მოუწოდოს და ადამიანები თუ კი სწორად იცხოვრებენ და ზნეობრივად იცხოვრებენ, ანტიქრისტეს მოსვლა გადაიწევა. ანტიქრისტე ძალით ვერ მოვა. არც მოვა. არც ჭირდება. მას ჭირდება მისთვის გამზადებული საზოგადოება უნდა დახვდეს. მაშინ დაუშვებს ღმერთი მის მოსვლას. სანამ დედამიწაზე იქნება ზნეობრიობის გადაგება. ღმერთი არ დაუშვებს ანტიქრისტეს მოსვლას. ამიტომაც თითოეული წესიერი ადამიანი ეს არის ძვირფასი მარგალიტი. და თითოეულ აი ესე მოქცეულ ადამიანზე, მოსულზე ეკლესიაში, ეკლესია ხარობს და უდიდესი ზეიმია ზეცაში, როგორც ეს წმინდა წერილში წერია სახარებაში. სახარებაში წერია, რომ როდესაცო წყემსიო, ვისაც 100 ცხარი ყავსო, ერთსო დაკარგავსო, დამწუხრებულიაო, ამ 99-ს მიატოვებს და მიდის იმ ერთს ეძებსო. როდესაცო იპოვისო, ისე უხარია ის 99 აღარ ახსოვსო. ხრებზე შეისოს და გახარებული ბრუნდებაო. და ყველას ეუნება, რომ თავის დაკარგული ცხარი იპოვაო. ერთი მოქცეული ადამიანზე ვიხელა ზეიმია ზეცაშია, რომ მისი ფარული ანგელოზები უდიდეს სიხარულში არის. ამიტომაც მე მინდა ჩვენ ძმეებს, ჩვენ პატარა შვილებს, ძირითადად ახალგაზრდებზეა ლაპარაკი, ვინც ვალენტინობის დღესასწაულისთვის ემზადება. იცოდე, რომ ეს არის წარმართული დღესასწაული, შეფუთული ქრისტიანული ტერმინებით და აი ესეთი წარმართობის დანერგვა და გარყვნილების დანერგვა კაის არაფერს არ მოუწევს ჩვენ ქვეყანას. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება სწავლება იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ქალები, როგორ უნდა გვიყვარდეს დედა. ქართველებს არ ჭირდებათ ამის სწავლება.
როგორ უნდა უყვარდეს ცოლი კაცს, როგორ უნდა უყვარდეს შვილები, გოგოები. ამის ჩვენ ცოცხალი ტრადიცია გვაქვს, ჯერ ჩვენ ოჯახებიდან, დედის და ცოლის პატივისცემის და შვილებისთან და ჩვენი წინაპრებიდან. დედის გინების გამო ქართველები ერთმანეთს სამტროს სასიკვდილოდ გადაემტერებოდნენ ხოლმე. ქალის პატივისცემა არის ერთ-ერთი მთავარი. ნორმალ ოჯახებზე მაქვს ლაპარაკი, თორე ახლა ანომალიები ყველგან არის და ზოგან ნახავთ თუ ისეთი კატასტროფა, მაგრამ ამაზე არ ეს ხო მასიურად არ არის. ესეთი 12-ში ერთი ქრისტეს იუდაც ყავდა კაცო. ამიტომ ქალის პატივისცემა და სიყვარული ჩვენ ნამდვილად კარგად ვიცით, თუნდაც ის რომ ჩვენი ყველაზე დიდი მფარველები, წმინდანები ვინ არიან? ქალები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა ნინო, თამარ მეფე. დედოფალი იყო და ქალს, ვისაც ქვია მეფე. გინახიათ სადმე ქალს რომ მეფე ერქვას? ინგლისის იმპერატრიცა იყო ელიზაბეტი, იმასაც დედოფალი ერქვა. და ქართველებმა თავის თამარს მეფე დაარქვეს. ღმერთმა დალოცოს ჩვენიერი, ღმერთმა აკურთხოს ჩვენიერი, სიბრძნე მისცეს ჩვენს, კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი მისცეს და ღმერთი მოგვეხმარო ჩვენი ტრადიციების დაცვაში. ჯერ ღმერთმა აღძრა ჩვენში სურვილი ტრადიციების დაცვის და შემდეგ მოგვეხმაროს ამაში. ჩვენ თუ ჩვენ ტრადიციებს დავიცავთ, ჩვენ ზნეობას დავიცავთ, ჩვენი მომრევი დედამიწაზე არავინ არ იქნება. და ღვთის ერთგულებით თუ დავიწყებთ ცხოვრებას. ვერავინ ვერ მოგერება. ამაში ეს ვიცოდი, მაგრამ ეხლა პრაქტიკულად დავწმუნდი, რასაც უყურებ, რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა. ღმერთმა გაკურთხო და ღმერთმა დაგეცა.